სახელმშვიდობის დღეს უკვე ნატალიას და ქეთის თხოვნით ასევე ვაკეთებთ ლაივს თემაზე როგორ გავხდეთ გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლები. ახალგაზრდობის სააგენტომ გამოაცხადა უკვე აპლიკაციების მიღება და ახალგაზრდობის სააგენტომ ეს პროგრამა უკვე გახსნა განცხადების მიღება. დედლაინი არის 10 თებერვალს ამ განცხადებების მიღების. და სწორედ ამიტომ დღეს ვისაუბრებთ საერთოდ რა არის ეს პროგრამა, რაში მდგომარეობს გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი, რა კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ იმისთვის, რომ განგვიხილონ და აგვარჩიონ კანდიდატად და ასევე რადგანაც მე თვითონ ვარ ახალგაზრდობის წარმომადგენელი, გაგიზიარებთ ჩემს პირად გამოცდილებასაც ამ თემაზე. საქართველოში ეს პროგრამა არსებობს 2012 წლიდან. მან გამოიცვალა 4 კოორდინატორი უწყება. თავიდან ეს იყო განათლების სამინისტრო, შემდეგ ეს იყო სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, შემდეგ განათლების სამინისტრო, შემდეგ უკვე ჩემ დროს ეს იყო ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც პრემიერ-მინისტრთან შეიქმნა და უკვე წელს დაანონსდა დაახლოებით 1 კვირის წინ, რომ ახალგაზრდობის სააგენტო გადაინაცვლებს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროში კვლავ. თუმცა ყველაზე ეს პროგრამა ასე ვთქვათ უფრო ძველია ვიდრე ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი რომელიმე ქართული უწყება. მსოფლიო მასშტაბით უკვე 1980-იანი წლებიდან გაერო მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, რომ ახალგაზრდები ჩართონ გენასამბლეის და სხვა საერთაშორისო ღონისძიებებში ჩართონ და ასევე მათ დიპლომატიურ მისიებში. ამის თაობაზე 1995 წელს გაერო მიიღო რეზოლუცია ახალგაზრდების ჩართულობაზე და ზოგადად ახალგაზრდებზე და ეს პროგრამები შეიქმნა საკმაოდ ბევრ ქვეყანაში. მე როდესაც ვიყავი გენასამბლეაზე 2019 წელს დაახლოებით 40-50 ქვეყანას ყავდა ახალგაზრდობის წარმომადგენელი. ანუ გაეროს წევრი 193 ქვეყნიდან დაახლოებით მეოთხეც ან მეხუთეც. მხოლოდ საქართველოს რო წარმოვიდგინოთ, სამხრეთ კავკასიაში მხოლოდ საქართველოს აქვს ეს პროგრამა, ასევე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორ 6 სახელმწიფოს შორის, ეს არის საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ბელორუსი და მოლდოვა, მხოლოდ საქართველოს და უკრაინას დღემდე. საქართველოს 4 მოსაზღვრე სახელმწიფოდან მხოლოდ საქართველოს აქვს ეს პროგრამა და ყავს წარმომადგენელი. პროგრამა არის ერთწლიანი, არის მოხალისეობრივ საწყისებზე, არა ანაზღაურებადი, რა თქმა უნდა. და ის ემსახურება ორ რამეს, ანუ პირველი რომ ახალგაზრდები ჩვენ ჩავერთოთ გაეროში და შევიტანოთ იქ ასე ვთქვათ სუფთა ჰაერი, ანუ ახალი სადისკუსიო თემები. იმიტომ რომ დიპლომატები როგორც წესი აღარ არიან ახალგაზრდები იმ დროისთვის, როდესაც აგზავნიან უცხოეთში, უკვე მათ გავლილი აქვთ ქვეყნის შიგნით გარკვეული საფეხურები, კარიერული დაწინაურების და ყოველ შემთხვევაში 25 წელზე უფრო უფროსები არიან ხოლმე იმ დროისთვის, როდესაც შეუძლიათ რომ გაეროში იმუშაონ, გაეროსთან. და ამასთან ისინი მათ არ აქვთ შესაძლებლობა რომ ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაზე გამოსცადონ. მეორეს მხრივ კი ახალგაზრდობის წარმომადგენლები ბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში და უკვე ყველასთვის გასაგები ენით რიგით ახალგაზრდებს უხსნიან თუ რა ხდება გაეროში, რისთვის არის ის საერთოდ საჭირო, რა პროცესები მიმდინარეობს თუნდაც დიპლომატიაშიც მათ შორის. საქართველოს ყავდა 8 ახალგაზრდობის წარმომადგენელი ჩემი ჩათვლით, 4 გოგო და 4 ბიჭი, ყავდა ეთნიკური უმცირესობის 2 წარმომადგენელი, ასევე ჩემი სახით პირველად შიშიმოპირი გახდა ახალგაზრდობის წარმომადგენელი საქართველოდან. ამიტომ პროგრამა არის საკმაოდ ინკლუზიური, არ აქვს დავუშვათ იმდენად დიდი მნიშვნელობა თუ რომელი სოციალური ჯგუფიდან ხართ. მინდა ვთქვა, რომ აი რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა ჯერ არასდროს არ გამხდარა ახალგაზრდობის წარმომადგენელი, გულისხმობ ისეთი, ვინც უშუალოდ იქ ცხოვრობს და არ სწავლობს და არ მუშაობს თბილისში. ამიტომ ესე ძალიან საინტერესო იქნებოდა. რას აკეთებს ახალგაზრდობის წარმომადგენელი? ყველა აკეთებს ცოტა სხვადასხვა რაღაცებს. ხო, მე პირველ რიგში მანდატი გამიგრძელდა იმის გამო, რომ პანდემია იყო, თორემ 2019 წლის სექტემბერში ამარჩიეს და დაახლოებით 2020 წლის სექტემბრისთვის უკვე ჩემი მანდატი უნდა დასრულებულიყო.